მეგობრებო, როგორც ხედავთ, ვართ საფრანგეთის ქალაქში. დავათვალიერებთ ახლა ვიცერინებს მე და სოსო და კავაცახში დღეს დასვენების დღე მაქვს. ხო, ძალიან ბევრი ხალხია, როგორ არ მიყვარს ბევრი ხალხი, სხვა გზა არ არის. მოგწონს უკვე პირველი შაბათილებები, ახლა ჩავალ და დავათვალიერებ. მე და სოსო ვსეირნოთ, მოდი აქ დედა დადექი. მერე სურათს ამოვიღებ, ერთად რამდენი ხანია სურათი არ გადაგვიღია. ჩემზე მაღალი ხარ და ჩემზე პატარა რატო ჩამხარ? მინდა ახლოს ხარ, აი. ძალიან მომწონს აქაურობა, მოკლედ განათებაც. რაღაცა თითქოს განსხვავებულია, ხო? თუ ჩვენ არ გახსოვს. სხვათა შორის წინა წელს ჩვენ არ ყოფილვართ, ხო? არ გამოვსულვართ. არა, კარგი ხანი არ გამოვსულვართ ჩვენ, იმიტომ რომ ვიცოდი ზეპირად რაც იქნებოდა. ერთხელ იყო ის წინ იქ ნაძისხეროით და დიდი პროსტა ნახეთ. უბრალოდ უბრალოდ ბუდიში. სხვათა შორის მეგონა რომ ეციებოდა საკმაოდ კაი ამინდია და ეს არის ეს რა ქვია მას სახალხო ქალაქი თუ როგორ ქვია მოდი ეს არის სულის ხაფანგი ჩვეულებრივი ისე ვერ მოხვალ რაღაცა არ იყიდო და პრინციპში ახლა მე და სოცოს არც ისეთი არ გვჭირდება ისეთი არაფერი მან კლინტვეინს ჩვენ არ ვსვავთ ხوارსავ კლინტვეინს და თუ მაინდა-მაინც მოგვინდება უალკოჰოლო კლინტვეინს გავაკეთებ სახში გავაკეთო მათო კლინტვეინი ის ყველა ეს ინგრედიენტი მაქვს რა კი ანა ის ყვავილიო თუ რა ქვია გავაკეთებ მაგრამ რაღაცა ეს ანა ის ყვავილი დიდად არ მომწონს მაგრამ მაგის გარშე არ გამოვა კლინტვეინი კორიცას ღეროები თუ რა ქვია ტოტები ქერქი მოკლედ აი ესე გამოიყურება ხა წინ აი ესე გადატვირთულია მოძრაობა არ ვიცი რატო წამო სანამდროა ეს ვარსკვლავები მომწონს ლამაზია დიდი წრე გავაკეთეთ მე და სოსომ შევიარეთ მაღაზიაში და ვიყიდეთ ჩიფსები გაცილებით იაფად გამოვედით ვიდრე აქ რომ რაღაცა შეგეძინა ხო და ეხლა უბრალოდ დავათვალიერებთ თვალს დავალევინებთ სურათებს გადავიღებთ და წავალთ სახლში არა სოსო შენ ბევრი ხალხი გლის? არც მე ლამაზი კი არის ახლა მოვედით აქედან რედისონის ხრიდან და შევავთ ახლა იქ ნახე დადექი აი აქ დადექი ცოტა ხუდია იცი რომ ვერ ხედავ შენ
შორის ეს საერთნობა გულისხმობს დასვენებას ხო ეგრეა. მაგრამ რატომღაც ესეთ ადგილებში ვიღლები მე და სოსოც ხო? შენ ცილები ხო? მე თუ ვიღლები. არ ვიცი. ალბათ არ ვარ ჩვენ ესეთი ღონისძიებების ხალხი. შეიძლება არ ვიცი ახლა სოსო უფრო უნდა იყოს ახალგაზრდა და რაღაცა, მაგრამ მე და მე მსგავსი ეთქობა. უფრო სიმშვიდე მომწონს სილამაზე. ძველი გაფორმება, ანგელოზები. ახლა გაჩერებაზე მივალთ. ჩავსხდებით და სახლში მიუბრძანდებით. ისეთ ვილად ჩავიცი, ვიფიქრე შემცივდება თქო, მაგრამ გონი პირიქით დამცხარ. შენც დაგცხა? მე დამცხა. ის რა ქვია იმას. თერმო ზედა ჩავიცი შიგნიდან. და ზედმეტი მომივიდა როგორც ჩანს. რაღაც ლამაზია. ჩაჩალას კლინიკა. ნინა ბების ძმის სახელობის. მეგობრებო, დილა მშვიდობის. ჯერ წესივად არ გათენებულა, მაგრამ ნახეთ ის რა სილამაზეა. ამ ულამაზესი შენობის. მოთ დავისხე, რომ არ გადამეღო არ შემეძლო. მოკლედ გავბრივარ ახლა სამსახურში თან მაგვიანდება, იმიტომ რომ ვერ გამოვედი დილას. როცა უნდა წესდ დილას რა დილა. როცა უნდა გამოვსვიყავი, ანუ ბნელო დაჭირდა. ახლა თოვს ცოტა. ხო, ხმაზეც მეტყობა ახალი გახვიძებული ვარ. მოკლედ ვიწრო ქუჩებით ესე მოკლეზე დავდივარ ხოლმე სამსახურში ხან გუშინ წინ მაგალითად ავტობუსით ჩამოვყევი. კარგი კი არის, მაგრამ მოდის მიდის ავტობუსი ზუსტი განრეგი არ ვიცი და ამიტომ ლოდინი მიწევს ხოლმე და შეიძლება დამაგვიანდეს სამსახურში. ჯერ გარე განათლება არ გათიშულა, როგორც ხედავთ, აი ხეებზე შემოხვეული განათლება დავერსი ისე ლამაზად ვთღვიალებს. მოკლედ ესე კიდევ ერთხელ დილა მშვიდობის. თოვლი მოდის, ოღონდ ცოტა ისე. არ ვიცი, შეიძლება მოუმატოს. იშვიათობაა ჩვენ ქალაქში თოვლი. ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით ჩემ ბავშვობაში იმდენი თოვლი მოდიოდა. რა შეიცვალა? არ ვიცი. არა, როგორ არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი აბა. მოგესალმებით მეგობრებო. რა კარგი ამინდი, ანუ ამინდი როგორცაა და ეს მოსუფთავებულია. ძალიან კაი ამინდი ამ თვალსაზრისით, რომ ქარია და ყინავს. 11 საათია, ახლა მე 10-ზე გავიღვიძე თავის თამბონაც მოვასწარი, მოკლედ ხმაზე მატყობთ პირველად ამოვიეხმა და ისიც ვლოგით ვიწყე. სოსოს წინავს. ახლა გავიკეთებ ეს გადმოვარდება ეს ფუტკრი. ახლა გავიკეთებ ჩემ ზარმაც ყავას. ნახევრის ფუტკრი. მოკლედ სოსოს ექსპერიმენტებმა ცოტა არ იყოს დამღავა. რაღაცა ვიდეოებს ნახავს მაშინ. შორტები როა YouTube-ს. და მერე მაშინ
იწყებს. თან ველვნები ხოლმე, მეთქი დედა ჯერთი არა, კაია ეკითხე. რაღაცა სწავლობს, მაგრამ ახლა ვერ მკითხეთ. რომ ფუჭდება, როცა ფუჭდება, როცა არ ფუჭდება, კაი. ხო, მეც ესე ვსწავლობდი სხვათა შორის. მამაში დამემსგავსა. სწავლობდი საჭმელების კეთებას და მაგრამ მაშინ კაი დრო იყო, კაპიკები ღირდა ყველაფერი. დავდო ეს ახლა დღეს მეორე ცვა ვარ. გუშინ ნახე ჩემი კლასელი მაღაზიაში. ჩვენ ხარდა. ესე გამიხარდა. თან ვუყურებ. ხარ მეშლება, მაგრამ რა დავიწყებს ადამიანს კლასელის სახეს. რაც უნდა გავიდეს, ხო? ზოგი მართლა იცვლება, ისე რომ შეიძლება მართლა ვერ იცვლე, მაგრამ ეს საერთოდ არ იყო თითქმის შეცვლილი. მოკლედ, დედა ის ჩემი კლასელი ვოცნებობდით ჟურნალისტიკას. არა, სწავლობდით კიდევაც ახლა სკოლა არ მქონდა დამთავრებული, რომ ჟურნალისტთა სახლში სწავლობდი. მე-9 კლასიდან იყო ესეთი ცნობილი ჟურნალისტები გვასწავლიდნენ. მაშინ გაზეთი კომუნისტი იყო და მიტინგებზეც დავდიოდით, მოკლედ. მაგრამ რაც მახსენდება მე კარგად, ეს არის ის, რომ მაშინ რაღაცნაირი კულტურა მაინც არსებობდა მიმართვის. ახლა აი პირში უჩრიათ მიკროფონს, არაცლიან ამოსუნთქებას, პასუხსაც კი ბოლომდე არ ელოდებიან, მეორე კითხვას ენიან და მოკლედ ძალიან უტახტო და არ ვიცი, რამასწავლებლები ყავთ, მაგრამ ადამიანებს რომლებიც ამას აკეთებენ, რაღაცა ეთყობა სხვა ქვეყნის მოდელებიც ხელმძღვანელობენ თუ რა არის, არ ვიცი, ვერ ვიცი, რა თავიცი არ ვიცი, მაგრამ აშკარაა და ფაქტია, რომ არასწორია ის თან მოკლედ ჟურნალისტიკა ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ხელისუფლებაა, მოდით ასე ვთქვათ. ხო, საკმაოდ გავლენიანი და საკმაოდ ძლიერი, მაგრამ ამ ბოლო ხანებში უკვე ავტორიტეტს კარგავს, იმიტომ რომ თვითონ დაკარგეს სახე და ხალხის უნდობლობაც კი გამოიწვიეს, იმიტომ რომ ესე არავის არ მოსწევს ესეთი მოქცევა, ვფიქრობ. მოკლედ, არ გვინდა ესა გამახსენდა უბრალოდ ჟურნალისტიკაზე და რას მოვაყოლე, რომ კლასელი ვნახეთ, ხო? ხო და ჯერ მაშინაც იყო ხარვეზები, როგორ არ იყო. ჩემი დრო რა განსაკუთრებული კი არ იყო, ჩემი დრო რა მაგ პერიოდში დაიწყო რღვევა ყველასებმა. ხო, მოკლედ, დავაკეთოთ ჩემი ზარმაცი ყავა. შაქარი მაქვს მოსატანი. ასეთ რამეზე ვფიქრობ ხოლმე, რა თქმა უნდა, როცა ვისვენებ, ხან ფილმს უყურებ, ხან ვფიქრობ.
პირველი რაც არის დავგეგმავ ახლა გადავიდეთ ვიდეოს მე უცბად რაღაც საქმე გამოჩნდება გადამოვიწყდება და ასე ტრიალებს რა მოკლედ ახლა და მეთქი დღეს აუცილებლად უნდა გადავიღო თქო იმიტომ რომ უკვე არ ვიცი უკვე შევეჩვია ასეთ იმას თითქოს ეცეჩო სულში ხახვი შეღებილი ხო არ არის მეგობრებო რაღაცა ისეთი ფერი აქვს ეს სულ გააფუჭა იმას მაშინ რაღაცა ისეთი იმას აკეთებ და ბლინის მაგვარს თუ მოკლედ ცომი რა არასწორად ცომი უყვარს ბეშამელი კარგად გააკეთა ნუ ხა რესტორნის დონე არ იყო მაგრამ ბავშვისთვის რომელიც მოზარდისთვის რომელიც პირველად აკეთებს წინვალი იყო მე 9 წლიდან პრინციპში ახლა უფრო გოგოები აქტიურობა ხოლმე როგორც წესი სახლის საქმეებში და სახლის საქმეებში გულისხმობა საქმის მომზადებას ხო უცბად რაღაცა დავფიქრდი რატო ზრდიდნენ გოგოებს ყოველთვის სახლის საქმეებს ასწავლიდნენ რაღაცა სადილის მომზადება იქით აკეთთელი ამბავი აღჭურვილები იყვნენ ასე ვთქვათ ისეთი ცოდნებით და თითქოს ეს მიზანი მართულია იმისთვის რომ კაცი იყოს უსწური და ეს საჭიროებოდეს ქალი რაღაც ესეთი აზრმა გამიიღო ხო და ანუ საჭიროება რა თუ ასეა მართლა და შეიძლება მართლა სიყვარულიც არ არსებობს და არსებობს მხოლოდ შეჩვევა ну მე სიყვარულს გულისხმობ რაზეც ლეგენდებს და ვებებს უძღვნიან მაგრამ რა ვიცი აბა რა გითხრათ ალბათ უფრო ქალის ემოციებში ну ერთეულების რაღაცა ემოციებში რაღაცა არის ისეთი და ალბათ მე ესე მგონია რომ არ ქმნილი სიყვარულს ამ დროს ეს სხვა რამ არის არ ვიცი არ ვიტყვი რა მოკლედ სიყვარული ისეთი ფართო ძალიან ვრცელი თემაა რომ ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს და ერთ-ერთიც რო არის არღვეული ეს მეტია ლაპარაკი სიყვარულზე ხო და ასე რომ წავედით აბა იქით საიდან გამახსენდა ახლა ეს უცბად რაღაცა წამი იყო ფიქრი ამ სადილების მომზადებას სოსოზე რომ ვამბობდი ეს როგორ იბადება ფიქრები ადამიანში მოკლედ ой იმედი აქედან არ ჩამოვარდი ეს მოკლედ იმაზე ვფიქრობდი რომ სოსო ანუ როგორც ბიჭი მოზარდი ცდილობს რაღაცა ისწავლოს დგა მე უცბად რაც წამის მიასეჩი ვიყავ გამელვა ესეთმა აზრებმა მოკლედ სასაცილო ადამიანის გონება როგორ არის მოწყობილი აი ხო ვუყურებ
მონიტორია თუ მას. თქვენ გოდიეთ ხალხები კარგად ხედავთ. ეს მაგიდან ჯერ კიდე იყოს აქ. ნაცისხეს დავშლი აუცილებლად ნაცისხებამდე. ესეთი ტრადიცია აქვს. ერთხელ რაღაცნაირად მინდოდა რომ ჩემი გახდეს ესეც პატარა ვიყავდი დაამტკიცა მე და მინდოდა რომ ახალმანდეს ახალ წელს უნდა დავიდეს და მეც მინდოდა რომ ჩემ დავიდეს და ნაცისხები არ იყო და წარმოიდგინეთ ესე იგი 21 ფებრვარამდე მეტყვა ნაცისხე იანვარი თავისთავად იანვარის ბოლომდე ისედაც უწევს ბევრს ხოლმე ვინც არ იცავს იმის ესე ვთქვათ ნაცისხების დღემდე და წარმოიდგინეთ კიდე ერთი დღე უკვე ამისა ჭიქჭიქებდნენ ჩიტები და გასაფული მოდიოდა მოკლედ და მოდიდა ნაცისხებდა შენ ცხოვრობდი რამეთლე ზემისამართზე რაჯეში ეხლა იცით რა გამახსენდა უშინ მოხმარებელმა ქალმა მოხმარებელ ქალს ეჭირა ხელში ყოჩივარდების თაიგული და რაიმე მეთქი ყოჩივარდები უკვე არის მეთქი გამიგვიდა შუა იანვარია და მე ვიცი რომ თებერვლის დასაწყისში უკვე ის არის ანუ ადრე იყო ის კერა მარტის და მოკლედ და ვიღაცა კაცს ჰქონდა მოკლედ უყიდია და ჩემი მეგობარს უყვარს დაქავს რა და ორი ცალი პატარა კონა აჩუქა და სამსახურში აი მოკლედ რა ძალიან მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა წარმოიდგინეთ აი ჩუვარდები უკვე ეს მინდა გავრეცხო და რა არის ვითომ ხომ მაგრამ არ ვიცი აი ალბათ უკვე მთელი ისა ბაქტერიები ხარ მოხსნი და ამ დროს მოვაკვარე და ისიც კი ვიფიქრე ხა ხო იყიდება ეს ნაირები რაღაცა გაფორმებული ხიმ ამის მეტი რამე ხერხება იგი გააკეთე დაჯიკი გააკეთე მეგობრებო იცით როგორი შეგრძნება ეხლა გიხსნით ანუ ჩემი ხელობით რატო არ ვარ დაკავებული ადამიანი რომელიც მხოლოდ ფულს ფიქრობს და ფულის გამო რამეს აკეთებს ხო რობოტივით შეუძლია რაღაცა თქვას და გააკეთოს მე ეს შემთხვევაში ეს არ არის არ ვიცი რაღაცა ისა მაქვს რა მოკლედ აი შინაგანად თუ არ გიქცევი რომ განწყობა მაქვს და ის სიყვარულის გრძნობა იმისადმი რასაც ვაკეთებ როგორც ვაკეთებ და თუ გული და სული არ ჩავაქსოვე იმ ნამუშევარში აი რაღაცა ხელს არ მომკიდებ იყო ერთი რამოდენიმე მცდელობა ისე ხელი მომკიდე მაგრამ აი ვერა არ გამოდის ახლა სადაც რო ვიკეთებ ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ნელ-ნელა ვიძაბები არის ეს ესეთი რიტმი ცხოვრების ნუ როცა გიყვარს საქმე და სამსახური და როცა შენ საქმეს აკეთებ ხო ყველაფერი გიხარია მაგრამ აი რა ვთქვათ შენ საქმე
გაქვს და იცი როდის დაისვენო, როდის არ დაისვენო, ხო? ანუ უსმენ შენ ორგანიზმს, მაგრამ ეხლა მე მაგალითად სულ არა მაქვს განწყობა. არა მაქვს აი რაღაცნაირად მინდა რომ დავისვენო სახში ვიშლებ, მაგრამ აი ეს არის ზუსტად. თითქოს იძულებული ხარ რომ წახვიდე. ამ დროს თურმე ასე არ ყოფილა საერთოდ ზოგადად რა ცხოვრებაში უნდა თურმე აკეთო ის, რაც მისი სურვილიც გააქვს. აი ეს არის სტრესი, ეს არის და ძალიან ბევრი ადამიანია ესეც სტრესის ქვეშ. ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს იმას, რაც არ უნდა, რაც ანუ ფაქტიურად იძულებულია რომ გაკეთოს და მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა რა საფეხურზე იმყოფება ადამიანები ვართ რაღაცა ბუნების და ამ პლანეტის ასე ვთქვათ ბინადრები და რთულია გაწერილი იმითი იცხოვრო ადამიანმა რა წესებით ადამიანი ერთ თავისუფალი არსება. ხა ისეთ ბაზრ რა გავიარა თავში რომ გაგეცინება. ნუ განვითარებული ცხოველი ხო? ანუ მე ცხოველი თავისუფალი ცხოველები წარმოვიდგინე ხო ბუნებაში როგორ დადიან. ხო? და ადამიანს ხო რაღაცნაირად ახლა განვითარებული ცხოველი ფაქტიურად ხო რა ვიცი მე ცხოველია არსებები ხო? ჩვენც ხორცით ვარ ჩესხმული, ჩვენც მაქვს ჩონჩხი, რაზეც არის აგებული ეს კუნთოვანი და ეს ყველაფერი. ასე რომ ხო რა, განვითარებული ცხოველები ვართ, მოლაპარაკე ცხოველები. ხო. ცხოველებს თავისუფლება უყვართ კი. მაგრამ საჭიროა დისციპლინა. ეს არის ზუსტად. მოკლედ რაც მოვედები. რამდენი ხანია რაც გესაუბრებით, უკვე გადავეჩვიე მართლა ბლოგების ჩაწერას. მოსაყვანი ახლა რა უნდა მოვიყვეთ. ისეთი არაფერი. ჩემი უფროსი შვილი არ მინახია. თვეზე მეტია ალბათ. ეს იქნება სადღაც. ხო. ეს თუ იქნება თუ მეტი ხო. რატომ და თავის ცხოვრებაში ასე ვთქვათ თავჩარგული ისე რომ ჩავფიქრები ხოლმე ხანდახან რა მარტივად შეუძლია ადამიანმა ამოქშალოს თავისი ცხოვრებიდან და მიზეზ ხო იცით რაღაცა მოიფიქროს რომ რაღაცნაირად დაიხსნას თავი. რა ვიცი ჩემი აზრით პარტნიორის დამსახურებაც არის საერთოდ ზოგადად იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემს შვილს ყავდა ერთი მეგობარი რომელთანაც ანათებდა ჩემს მიმართ რაღაცა ძალიან თბილი გახდა ყურადღებიანი მამისა ყოველდღიურად დილამშვიდობისა და ძილინებისას მისურვებდა ну ეხლა ცოტა ზედმეტიც იყო და ცოტა იმას ვქენდი რა შეიძლება გაუცებული ვიყავი იმიტომ რომ არ ვარ განიბიურებული ეს იმედით ყურადღებით და ახლა საერთოდ თვითონ არ ვარსებობ ხო მოკლედ აი ესეთი ეს ფიქრები მაქვს ხანდახან რა თქმა უნდა ასე რაღაცები ვფიქრობ ხოლმე ხაი ფიქრებ შვილია გავაჩინე გავზარდე თან ბებიას კი არ გაუზრდია როგორც სხვა შემთხვევებში ხდება ხოლმე ბებიები ზრდიან ხოლმე არა მეგობრებო დამოუკიდებლად მე ვზრდიდი ჩემს შვილს ყველაფერს მე ვუკეთებდი
ერთხელ თუ ორჯერ იყო რაღაცა ცოტა ხნით დაუტოვე ჩემი ბავშვი დედაჩემს და ორჯერვე ისეთი ამბები დამახვედეს, ვინც ძველები ხართ კი აქვს მოყოლია ამბები. მოკლედ მე ვარ ის მშობელი, რომელიც სხვას ხელს არ აკიდინებდა ბავშვს, თვითონ ზრდიდა დამოუკიდებლად. ხო და ამიტომ ძალიან მიჭირდა რა თქმა უნდა ყველაფრის გაკეთება მე მიწევდა, ამისთევა იყო თუ ისა თუ ესა, მოკლედ. და მერე კიდე რომ წამოიზარდა ბავშვი, ჯერ იყო ვინც არ იცით დაქალებ მამაიცო სახლში ხარო, ფული გჭირდებაო, ისაო ესაო და გადამაქციეს უცბად მარჩიელად თუ როგორ იტყვიან მკითხავად და ყავაში ნალექსზე კარგად ხედავო შენო და რეკლამა გამიწერეთ ეს და ხალხმა დაიწყო სიარული ჩემთან და არ ვიცი ვინმე თუ მიყურებს და თუ ახსოვს არ მგონია რამდენი წლები გავიდა მაშინ რამდენის ვიყავი პატარა ვიყავი თან და ყველას რომ რაღაცები უსრულდებოდა და უკან ბრუნდებოდნენ და მოკლედ რა ერთი ამბავი იყო მერე სტატიები იყო გაზეთებში მოკლედ ვეძმობასაც მაბრალებდნენ და ფულის გამო რა მეგობრებმა ესე გამიგდეს რომ ფული მქონოდა მაგრამ ეს იყო კიდე რომ ამ ფულსაც ხანდახანში შემთხვევაში ვერ ხარჯავდი ვერ გავდიოდი საქმიდან იმიტომ რომ როცა შეთანხმებული ხარ ადამიანებს და უნდა მოვიდნენ შენ და იყო მოკლედ მორიდების გზნობა თუ რაც ქვია სულ დამცინის ხოლმე ესეთ რაღაცებზე არ უნდა იყო ესე რომ შენ ნების წინააღმდეგ მიდიხარო და ეხლა მეთქვა ჭკვიანები არიან რა სულელები ვიყავით თუ ჩვენ ჩარჩოებში ვსვამენ მოკლედ ამით ხო და ესე ასე რომ ესე დიდი მერე რომ წამოიზარდა სკოლაში რომ მერე სწავლა დავიწყე მერე თან მუშაობდი პარალელურად მოკლედ ძალიან წვალებით ვერ გავრისკე და ვერ გავბედე რომ ჩემი შვილთან უცხო კაცი მოკლედ რა ვთქვათ გათხოვება ქვია თუ რაც ქვია რა ვერ გავრისკე და არ დავჩაგრე რა საბოლოოდ ვინაიჭება გადაჭას ხო ნუ ესე ცოტა წავიწუწუნე მაგრამ ხო იცი რაც გიდევს რა თუ არ ამოიღე ჩემს ხო და ამოვიღე და იცოდეს ყველა ზოგს დამახინჯებული წარმოდგენა აქვს და ძალიან ბევრი და უმრავლესობა საკუთარი თავიდან გამომდინარე მსჯელობს, მაგრამ ყველას თავისი ისტორია, ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ხო და შენ როგორც ცხოვრობდი, ვინ რა იცის, ხო? და ძალიან ლაპარაკია, არაფერთ არ შეიძლება წილის წამება და ძალიან დიდი ცოდვა და მე კანის სახით ბრუნდება. მოკლედ დეзинფორმაცია კიდე ეს უფრო უარესი ცოდვა ხო და ყველას არის სიმართლე აქვს გაგიეთ და ესეა და ვერდეხებს ჯინსებს ვაკეთებ რაღაცა ძველი ჯინსების სოსი უბეში იყო გახეხილი და ეხლა ფართე ხო იყო და ჩავკერე და ჩემს უბებზე დავსვი მაგრამ ეს წიდროა ხო ეს მამაკაცის ჯინსი ეთყობა და უშნოდ იყო ეს მოხსი მოკლედ რა ვერ ვაღირსე გადაკლარდა ფერი ისე მომწონს მეგობრებო ძალიან კაი ფერია ფაქტიურად ახალი აი სულ ესე ახალ ჯინსებს უყიდიდი ხოლმე სოს უფუჭდებოდა მხოლოდ უბეში ანუ უთქვნა რომ არის ფეხები ეს ხახუნის დროს ეს უბე ფუჭდებოდა ყოველთვის რა და მოკლედ ყველაფერი გავაკეთე ჩემს ზონაზე კი დავსვი მაგრამ ახლა წინა ნაწილი მოგხსენი ესე წინა ისე რომ ძალიან უშნოდ იყო და ხო ოპერაციას ეს გავუკვირდა საერთოდ იკვირდეთ კერვა მეხესება და
სწავლობდი კიდევაც. კარგი მეგობრებო, სიმართლე თვალისწინათლეო და რასაც ვერ ვიტან ცილის წამებას, ვერ ვიტან ყვილებს, ვერ ვიტან აი როგორ ვთქვათ, რაღაცა მიღების მორგებას და სხვა ადამიანად გასაღებას საკუთარი თავის მე მძულს. აი ადამიანებს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რენტგენზე ვატარებ რა, ხედავ. ალბათ ისიც ალბათ თუ რაღაცა ნიჭი მქონდა თუ მაქვს, ეგაც მეხმარება რა. აბა ხალხი ხო არ მოვიდოდა აბნელი ხალხი და რიგები იყო ხოლმე და იმდენი ხელახლა ვბრუნდებოდნენ და ანუ უბრალოდ ის პატარა ხალხი არ იყო. საკმაოდ სერიოზული ხალხი და არ ჯეროდათ და დაიჯერეს, აი ესეთი იყო. ბოლოს ტელევიზიიდან დამირეკეს. სადაც 2 წლის უკან იყო, თუ 3 წლის უკან. გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ეთქობა არქივი ამოქეკეს და არ ვითხარი, იმიტომ რომ აღარ მორჩა იქ დამთავრდა. ცოდვა ამიხსნეს რატო, ისთვის, რანაირად. მართალია მე ნაკლებად მიმწოდა ცოტა, იმიტომ რომ არავის არ მაშვებოდი, როგორ ვთქვათ. ყველას ეკლესიაში ვუშვებდი. ეგ მქონდა ერთი პლუსი, მაგრამ ცუდ შაუბნელ საქმიანობაში. ხო, შაუბნელია, მაგრამ არის ახლა ვინ ხარ შენ, რომ ვინმეს რაღაცა უთხრა მომავალზე, ასხოზე, რა ვიცი, მოკლედ ყველა ადამიანს არის ცხოვრება და თავისი გონიერება უნდა გააჩნდეს. მოკლედ, კარგით ამ ყველას მე მივირთმევ, ახლა 12:30-ია, ნელ-ნელა დავიწყეთ ახლა რაღაცების პატარ-პატარა საქმეების მოგვარებას სახლში. ისე ბეზარება მაქვს, უნდა წავიდე, სხვა გზა არ არის. ხვალ დილა ვარ, დილა მიყვარს, რატო იცით, მეგობრებო, ჯერის რომ კი, ამ ყოველთვის ხოლმე ძილი, მაგრამ გავდივარ გარეთ, როთენდება სუცხი, სიჩუმე ქუჩებში, საქმის თვალსაზრისით კი რა, უფრო სწრაფადაც გადის თითქოს დრო და მერე 3 საათზე რომ უკვე დაამთავრდა სახლში მოყვალ 4:30-ისთვის თითქოს მთელი დარჩენი დღე წინ გაქვს და რაღაცნაირად გრძნობ დღეს და აი როცა მეორე წვა აი ეს პერიოდი ახლა რაც ახლა თქვენ გესაუბრებით ცოტა დაძაბულობა მაქვს, არა ვარ ისე ლაღად რო იყვიან. მიხდით რა რას გულისხმობ სახლში რო ხარ რაღაცა კუდრო ჩემთვის გემრიელად. ხო, ველოდები ცოტაც დამჭა და მე ერთი კვირიანი მშობლებას მაინც ავიღებ და დავიჩვენებ. ბიულეტენი ნამდვილად არ მინდა. მერქად ამიტომ არ მინდა ავატო. თანამედროვე მაგის გამო რომ სახლში ვიყო. ნამდვილად. კარგით, აბა გაგვეცეთ ბევრი ძალიან დიდი მადლობა მინდა ვინც ბოლომდე მიყურა კიდე დიდი მადლობა და ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც კომენტარები დამწერა. უბრალოდ udro-udros ვიცი ხოლმე მეც გახსნა და წაკითხვა ხოლმე. მეოცა ვერ ვიცი პასუხის, მაგრამ მე კიდე გადადებული საქმე ხო იცით როგორია. და მოკლედ ყველას მეც გილოცავთ ყველაფერს ერთად. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. თქვენ გულები ახარებული ყოფილიყოს ყოველთვის და მშვიდობა და რა ვიცი ყველაფერი საუკეთესო. თქვენ და თქვენ ახლობლებს. ასევე ჩვენ მედესოსაც და ჩემებს. მოკლედ, დავკოცეთ ბევრი და